სასმელი წყლის რა რესურსები აქვს საქართველოს და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით წყლის რესურსის რაციონალური გამოყენების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით უწყებათა შორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში იმუშავებს. მთავრობა სამომავლო გეგმებში ქართული წყლის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, როდის ექნება ქვეყანას სამომავლო სტრატეგია და რა მოცულობის საექსპორტო პოტენციალი აქვს რეალურად საქართველოს ქართულ წყლის რესურსებს. დეტალები იხილეთ თელარა გელანდიას სიუჟეტში. იმ წყლის რესურსის გამოყენება, რომელიც ჩვენ გვაქვს, განიხილება ძალიან ოპტიმისტურად კომერციულ თვალსაზრისით, ანუ შესაძლებელია რომ ჩვენი წყალი მივაწოდოთ სხვა ქვეყნებს. ამ განცხადებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აკეთებს, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ სოფლიო ბაზარზე გასვლა მარტივი არ იქნება. თემურ მურღულია ამბობს, რომ რესურსების კვლევა პრაქტიკულად უკვე ჩატარებულია და 20 ყველაზე პერსპექტიული ჭაბურღილი განახლებულია. შემდეგი ნაბიჯი კი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება და საექსპორტო ბაზრის კვლევა იქნება. ჩვენ ვეძებთ ინვესტორებს, რომლებიც წარმოებას და რეალიზაციას ერთ წინადადებაში შეკრავენ. ამის გარეშე ჩვენ გვექნება წარმოება წყლის, რომელსაც არ ექნება უზრუნველყოფა მოთხოვნით და ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ქართული წყლის პროექტის ავტორი და სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს წევრი პაატა გიორგაძე დარწმუნებულია, რომ ბუნებრივი სასმელი წყლის რესურსების სრულად ათვისების შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება. პროფესორი საქართველოს მტკნარი წყლის მარაგებს ასე აფასებს. დაგვნიშნე, რომ 301 მ3 წამში ეს არის დღე-ღამეში 26 მილიარდი ლიტრი, 7 მილიარდიან მსოფლიო მოსახლეობას ჭირდება 7.9 მილიარდი ლიტრი დღე-ღამეში და ჭარბი რჩება 8.9 მილიარდი ლიტრი. ეს არის ჩვენი პოტენციალი. ახლა უნდა განსაზღვროთ ეკონომიკური ახალი მიდგომებით მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის მექანიზმების გამოყენებით, თუ როგორ უნდა მივახციოთ ჩვენი პროდუქციის საერთაშორისო მსოფლიო ბაზარზე გატანას, იქ ადგილის დამკვიდრებას. პაატა გიორგაძეს თითოეულ მუნიციპალიტეტში წყლის მწარმოებელი თითო ქარხნის აშენება რეალურად მიაჩნია. ამბობს, რომ პოტენციური ბიზნეს პარტნიორები უკვე მოძიებულია. ჩვენ გვყავს 4 მიმართულებით, 4 სტრატეგიული ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კაპიტალის აქტივების ფლობელები გვყავს, სახელმწიფოს ერთად, რომელიც უზრუნველყოფენ დაფინანსებას ემისიის დაშვებით, ფასიანი ქაღალდების ემისიის დაშვებით და მეორე როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დონეზე, როგორც ებრაული, ასევე გერმანული, ასევე შვედური, ასევე არაბული და ადამიანის გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის წყლის შესაბამისი კომიტეტებიდან. ადამიანის უფლებების დაცვის ელჩები. აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან 2014 წლის მაისის ჩათვლით საქართველოდან 450.200 დოლარის ღირებულების 1.353.000 ლიტრი ბუნებრივი წყალი იქნა ექსპორტირებული. საქსტატის მონაცემების თანახმად ძირითად საექსპორტო ბაზრებს შორისაა აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და ტაჯიკეთი. კომპანია წყალმარგებელში, რომელიც ბახმაროს წყალს აწარმოებს, აცხადებენ, რომ ქართული წყლით შესაძლოა სპარსეთის ყურის ქვეყნები დავაინტერესოს. მაგრამ თუ მთავრობა მოქმედ მწარმოებლებს გარკვეულ შეღავათებს არ დაუწესებს, ის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტული ვერ იქნება. წყალმარგებელში ქართული წყლის მთავარ კონკურენტად თურქეთს მიიჩნევენ. საკმაოდ ძვირიჭდება მტკნარი წყლის წარმოება, რაც ხელს უშლის თქვათ ექსპორტის პოტენციალის შეროვნად გამოყენებას. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საექსპორტო ქვეყანას ლოგისტიკური სისტემა ჰქონდეს მაქსიმალურად კარგად დაწყობილი, რადგან ერთია აწარმოებდა იაფად და მეორეა გაქონდეს იაფად. როდესაც ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი გიждდება, ეს კიდევ უფრო ართულებს ექსპორტის პროცესს. უწყებათა შორისმა სამუშაო ჯგუფმა წყლის რესურსის რაციონალური გამოყენების გრძელვადიანი სტრატეგია 2015 წლის ბოლომდე უნდა შექმნას. იქამდე კი მტკნარი წყლის წარმოებით დაინტერესებულ მეწარმეებს შეუძლიათ პროგრამა აწარმოეს საქართველოს პირობებით ისარგებლონ.